გამარჯობა, მე ვარ თეონა ამაღლობელი და ეს მირაკის პოდკასტია, ანუ ჩვენი პოდკასტი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმომადგენია არაფორმალური განათლების ინსტიტუტი მერაკი, სივრცე შენი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. დღეს ცოტა ძალიან უცნაურ გარემოში ვარ, არასტანდარტულში შეიძლება ითქვას, იქედან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ საქართველოში არ ვარ. არჩეულ ფორმატში არ იწერება დღევანდელი ეპიზოდი და სამწუხაროდ არც სტუმარი არ მყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ჩემი პირველი სოლო პოდკასტია. იმედი მაქვს, რომ ერთად გამოგვივა. სიმართლე გითხრათ, წინასწარ არ მომიმზადებია, რა თემაზე უნდა გესაუბროთ. ეხლა იმასაც გრძნობ, რომ არც თუ ისე მარტივია სოლო ეპიზოდის გადაღება. იმედი მაქვს, მეორე უფრო გამიადვილდება. მოკლედ, ერთად ვნახოთ რა გამოვა. ერთადერთი რაც ვიცი, ეს არის თემა. დღეს მინდა გესაუბროთ იმ თემაზე, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ეს არის ის, რაც აბსოლუტურად ცხოვრების ნებისმიერი სფეროს დახურულ კარს ხსნის. ალბათ ვინც ჩემი გამომწერია, უკვე დაახლოებით მიხვდა, რა თემაზე მინდა საუბარი და ეს არის თავდაჯერებულობა. დღევანდელი ეპიზოდის დღევანდელმა თემამ და დღევანდელმა ლეგენდამ წლების წინ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. პირველად დავრჩი საკუთარ თავთან მარტო და დავუსვი ჩემს თავს შეკითხვა. თეონა, იქნებ ეს ის არის, რაც შენ გაკლია, იქნებ ეს ის არის, რაც შენ არ გაქვს, იქნებ ზუსტად ამიტომ. ჯერ კიდევ 26 წლის ასაკში. ხარ სტუდენტი, ცხოვრობ სტუდენტურ საცხოვრებელში. შენი ხელფასი არის 626 евро, ხოლო სტუდენტურ საცხოვრებელში 426 евро სიხდი. 200 евро არის თვიდან თვემდე იმისთვის, რომ უბრალოდ იარსებო. შედიხარ მაღაზიაში ხშირად და გამოდიხარ არა იმ პროდუქტებით, რომელიც გინდა ან რომელიც სასარგებლოა, არამედ იმ პროდუქტებით, რომელიც დაგანაყრებს. უკეთესი მომავლის იმედით, იმიტომ რომ გონია სწავლას დაამთავრებ და ყველაფერი შეიცვლება. სწავლას ამთავრებ, მაგრამ არაფერი არ იცვლება საერთოდ შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ დაბალი თვითშეფასება გაქვს და კი, ეს მე ვიყავი, ძალიან დაბალი თვითშეფასებით. ამბობენ, სპეციალისტები არ არსებობს დაბალი და მაღალი თვითშეფასებაო, მაგრამ მოდი მარტივი რომ იყოს, გასაგებ ენაზე რომ ვისაუბროთ, მომაკვდავების ენაზე რომ ვისაუბროთ, მე ესე ვიტყვი. დაბალი და მაღალი თვითშეფასება. მე თუ მკითხავთ, მე არც დაბალი მქონდა და არც მაღალი, უბრალოდ საერთოდ არ მქონდა თავდაჯერებულობა. ზუსტად ამიტომ 26 წლის ასაკში ძალიან გაურკვეველი მომავლით ვიჯექი 11 კვადრატულ მეტრ ბინაში, საერთო აბაზანით და საერთო სამზარეულოდ. არ ვიცი, როგორ მოხდა, რანაირად მოხდა, მაგრამ მაშინ ვცდილობდი კიდევ ერთი ახალი უცხო ენა სრულყოფილად მესწავლა. ეს იყო ინგლისური ენა. სამზარეულოში, როდესაც საკვებს ვაკეთებდი, ინგლისურენოვან პოდკასტს ვუსმენდი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ენა გამეღმავებინა და შემთხვევით, სრულიად შემთხვევით გადაერთო გერმანულენოვან პოდკასტზე და ხელები ისეთ დასრული მქონდა, იმ წუთას არ შემეძლო ეს პოდკასტი უკან დამებრუნებინა და მინდოდა თუ არ მინდოდა, სრულიად შემთხვევით მომესმინა ეს პოდკასტი. და ჯერ რა თქმა უნდა, ეს ვინც იყო თვითონ სოლო პოდკასტი ქონდა მასაც, ვინც გერმანული ენა იცით, დაგილინკავთ კიდევაც ამ პოდკასტს. ეს ეპიზოდი, მისი პირველი ეპიზოდი იყო და მანაც თავდაჯერებულობით გახსნა. კი, დღეს ვისაუბრებთ თავდაჯერებულობაზე. მისი პირველი ეპიზოდი და მაშინ მან დაგვისვა ერთი ასეთი კითხვა. როგორ ფიქრობთ, რა არის თავდაჯერებულობა? და მე რა თქმა უნდა გავშეშდი, გავჩუმდი. არ ვიცოდი რა იყო თავდაჯერებულობა. თავდაჯერებულობა მეგონა მოდიოდა მაშინ, ჯერ როცა სკოლას დავამთავრებდი. შემდეგ როცა სტუდენტი გავხდებოდი. შემდეგ კიდევ უფრო მეგონა რომ ეს მომცემდა თავდაჯერებულობას. შემდეგ თუ სასურველი სამსახური მექნებოდა. შემდეგ თუ სასურველი ტანსაცმელი, ჩანთა, ფეხსაცმელი, სასურველი ბრენდის მექნებოდა, ეს გაზრდიდა ჩემ თავდაჯერებულობას. ასევე ამა თუ იმ ბრენდის ტელეფონი და ყოველთვის ბოლო მოდელი iPhone-ი მქონდა, იმიტომ რომ მეგონა ეს განსაზღვრავდა ჩემს თავდაჯერებულობას, მაგრამ არაფერი არ იცვლებოდა საერთოდ, ეს არაფერს არ ცვლიდა საერთოდ. შემდეგ მეგონა უცხო ენა თუ მეცოდინებოდა, უფრო თავდაჯერებული გავხდებოდი, უნივერსიტეტს თუ დავამთავრებდი, საზღვარგარეთ უფრო თავდაჯერებული გავხდებოდი, უკეთესი სამსახური თუ მექნებოდა, უფრო თავდაჯერებული გავხდებოდი. მოკლედ, გადადებული ცხოვრების სინდრომით ვიცხოვრე თითქმის 28 წელი, მაგრამ ჩემთან თავდაჯერებულობა არ მოდიოდა და არ იმატებდა. მაშინ დავფიქრდი, რა შეიძლება იყოს თავდაჯერებულობა? შენ როგორ ფიქრობ, რა არის თავდაჯერებულობა? მაშინ მან ესე აგვიხსნა, წარმოიდგინე, ეს გერმანული სიტყვა დაყო და ქართულიც ზუსტად
ასეთნაირად შეგვიძლია დავყოთ თავ დაჯერებული. ანუ ის, რაც შენ თვითონ საკუთარ თავს დააჯერე და რა დააჯერე საკუთარ თავს. მე სამწუხაროდ საკუთარ თავს დავაჯერე, რომ უნიჭო, მაგრამ მონდომებული ვარ. და მთელი ჩემი ცხოვრება ზუსტად ესე გავატარე 26 წლამდე. ყველაფერში, აბსოლუტურად ცხოვრების ყველა ნაბიჯზე ვამტკიცებდი, რომ უნიჭო, მაგრამ მონდომებული ვიყავი. პირველად ეს დავამტკიცე, როდესაც ეროვნულ გამოცდებს ვაბარებდი. ძალიან კარგი სკოლის მოსწავლე ვიყავი. ეჭვი არავის არ ეპარებოდა, რომ ეროვნულ გამოცდებს ვერ ჩავაბარებდი. მაგრამ მე ხომ ჯეროდა, რომ უნიჭო ვიყავი. ეროვნული გამოცდებში პირველი ცდით ვერ მოვხვდი. მეორე წელს 100%-იანი დაფინანსება ავიღე, მაგრამ რა თქმა უნდა ჩემს მეხსიერებას და ახსოვს დღემდე ის, რომ მე პირველ ეროვნულ გამოცდებში ჩავიჭერი. და იცით, რატომ ჩავიჭერი? იმიტომ რომ დავამტკიცე, უნიჭო, მაგრამ მონდომებული ვარ. ანუ როგორც კი მოვინდომე, თურმე 100%-იანი დაფინანსებაც ავიღე. გავამართლე ის, რაც ჩემი საერთოდ არ იყო, თავს მომახვიეს სკოლამ. კი, ჩემ შემთხვევაში სკოლა იყო. მე 3 წლით უფროსი ძმა მყავს, რომელიც სანიმუშო მოსწავლე იყო. წყნარი, 7, გაწონასწორებული, ყოველთვის აბსოლუტურად მზადყოფნაში. მისი ჩანთა, მისი ტანსაცმელი, თვითონ სიწყნარეს და სიმშვიდის განსახიერება. მე ცოტა საპირისპირო ვიყავი. 45 წუთი ძალიან მიჭირდა კონცენტრაცია. ვერ ვჩერდებოდი ისე რომ თანაკლასელისთვის ან არ გადამელაპარაკა, ან რაღაც არ მიმეწერა, ან რაღაც არ მეთამაშა გაკვეთილის პარალელურად. თუმცა არასოდეს არ ვიყავი უზრდელი, მაგრამ მაინც მასწავლებლებს ისე ძალიან არ ვუყვარდი, როგორც ჩემი ძმა. ამიტომ, როდესაც დედა ჩემი მშობელთა კრებაზე მოდიოდა, ამბობდნენ მასწავლებლები. თეონა უნიჭოა, მაგრამ მონდომებული. ვალერი ძალიან ნიჭიერია. არც კი ჭირდება ერთხელაც წაკითხვა, ყველაფერს ისე ითვისებს. მეც დავიმახსოვრე, რომ უნიჭო, მაგრამ მონდომებული ვიყავი და ასე გავაგრძელე ჩემი ცხოვრება. ძალიან ბევრს შრომობდი, ძალიან ბევრს კითხულობდი. დღეს ამ გადმოსახედიდან ძალიან მადლიერი ვარ თითოეული მასწავლებლის, რომელმაც ვერ დაინახა ნიჭი იმ ადამიანში, რომელიც ყველაფერს ცდილობდა, რომელსაც უნდოდა მხოლოდ ერთი სიტყვა. თეონა, საკმარისად კარგი ხარ. იმიტომ რომ არა ეს ფრაზები შეიძლება ამდენი არც მემუშავა საკუთარ თავზე, ამდენი არც მესწავლა, ამდენის დამტკიცების სურვილიც არ მქონოდა. მოკლედ, სრულ ასაკში შევწყვიტე სხვების დადანაშაულება და დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა. მივხვდი, რომ თავდაჯერებულობა არის ის, რაც მე თვითონ საკუთარ თავს დავაჯერე. თავდაჯერებულობა არის ის, რაც შენ თვითონ საკუთარ თავს დააჯერე და ამ პოდკასტში მაშინ თვითონ ამ მენტორმა ესეთი ძალიან საინტერესო ისტორია, ლეგენდა მოყვა, რომელიც მეც მინდა რომ თქვენ მოგიყვეთ. ერთ ქალაქში ცხოვრობდა ერთი გოგო, რომელიც აი ჩემს გავსად სულ გადადებული ცხოვრებით ცხოვრობდა. ეგონა სკოლას რო დაამთავრებდა, ბედნიერი იქნებოდა. შემდეგ უნივერსიტეტს, შემდეგ კარგი მანქანა ეყოლებოდა, კარგი სამსახური ექნებოდა, კარგი პარტნიორი ეყოლებოდა. კარგი პარტნიორი მის შემთხვევაში აი ასე გამოიყურებოდა, სხვებს რომ მოეწონებოდა და არა მას. მე ზუსტად ასე ვიყავი ადრე. და ერთ დღესაც მიხვდა, რომ საერთოდ ყველაფერს მიაღწია, მაგრამ ცხოვრებაში ბედნიერი არ არის. გაურბის ახლო ურთიერთობებს. ძალიან ეშინია კარიერაში წინ ახალი ნაბიჯის გადადგმა. ძალიან ეშინია პარტნიორულ ურთიერთობაში სერიოზული ნაბიჯის გადადგმა. და ერთ დღესაც გაიგო, რომ იქვე მახლობლად ერთ სოფელში ცხოვრობდა ბრძენი ქალი, რომელსაც შეეძლო მისი დახმარება და წავიდა ამ ბრძენ ქალთან და უთხრა, რომ 30 წლის გავხდიო, აბსოლუტურად ყველაფერს მივაღწიო ცხოვრებაშიო. თითქოს კარგი კარიერაც მაქვსო, ძალიან კარგი კულინარი ვარო, პარტნიორიცო ესე თუ ისეო, ანუ ჩემ მშობლებს რომ მოეწონებათო, საზოგადოება რო ტაშ დამიკრავსო, ეგეთი მყავსო, მაგრამ მე არ ვარ მის გვერდით ბედნიერიო, მაგრამ იმიტომ რომ უკვე 30 წლის ვარ, მაინც მასთან ყოფნას ვერ რჩევო. ვერ ვბედავ იმას, რომ პარტნიორული ურთიერთობები გავწყვიტო. ვერც იმას ვბედავ სამსახურში ჩემს დაწინაურებაზე უფროს დაველაპარაკო. ვერც ხელფასის მომატებას ვერ ვბედავ, ვერც სამსახურის შეცვლას ვერ ვბედავ. ჩემსას თითქმის არავინ არ ითვალისწინებს, არც მეგობრები, არც ოჯახის წევრები და იქნებ თქვენ შეგიძლიათ ჩემი დახმარებაო. ყველა მეუბნება, რომ მეტი რა გინდა, ის რაც შეგიძლია ყველაფერს აკეთებ. მოკლედ,
იქნებ როგორმე დამეხმარო და მაშინ ამ ბრძენმა ქალმა უთხრა შემიძლია შენი დახმარება, მაგრამ მანამდე შენც უნდა დამეხმარომეო და მისცა ერთი ბეჭედი, რომელიც ამ გოგოს უნდა წაიღო ბაზარში და უნდა გაეყიდა. ბრძენმა ქალმა უთხრა, ამ ბეჭედს წაიღებ ბაზარში და მინიმუმ ერთი ოქროს მონეტა მინდა რომ მომიტანო. თუ ამას მომიტან, რა თქმა უნდა მე შენ გასწავლი როგორ აიმაღლო თვითშეფასება და თავდაჯერებულობაო და გაუხარდა ამ გოგოს იფიქრა რომ აი მეშველა როგორც იქნა წავიდა ბაზარში და მივიდა ჯერ ერთ ვაჭართან, მერე მეორე ვაჭართან და ასცინეს ერთმა უთხრა ერთ ვერცხლსაც არ მოგცემთ მაგ ბეჭედშიო, მეორემ უთხრა ის რა არისო, ეგეთები აი აქ რამდენი მაქვსო, აირჩიე რომელიც გინდაო და მოკლედ ესეთი ძალიან გულდაწყვეტილი და ასცინეს ზოგმა საერთოდ არც კი გამოელაპარაკა და წამოვიდა ბებოსთან და უთხრა რომ ბრძენ ქალთან და უთხრა რომ იციო ყველაფერი ვცადეო, მაგრამ დამცინესო, ზოგმა ესე მითხრაო ერთი ვერცხლის მონეტის საფასურიც არ არისო, ერთმა ესე მითხრაო ესეთი 1000 ცალი მაქვს, აქ თუ გინდა ერთ შაურად წაიღეო. მოკლედ მივიდა უკან ძალიან მოწყენილი და უთხრა რომ სამწუხაროთო არ გამომივიდა გაყიდვაო. ბრძენმა ქალმა უთხრა მაშინ რომ მოდი ვიცი ახლა რა გავაკეთოთო? წადი და სპეციალისტ ანახე ეს ბეჭედი ოქრომ ჭედელსო და კაი გოგოს რა დარჩენო და მეტი სხვა რა გზა ქონდა. წავიდა მოკლედ ოქრომ ჭედელთან. მივიდა და ოქრომ ჭედელს უთხრა რომ აი ესე ერთი ბეჭედი მაქვსო რომელიც ჩემ მოხუცმა გამომატანა და მინდა რომ გავყიდო და როგორ შეაფასებთო. ოქრომ ჭედელმა დახედა ბეჭედს და უთხრა ვაუ ეს უნიკალურია. მსგავსი არაფერი მინახავს. გაოგნებული ვარ. თუ ახლავე გინდა 65 ოქროს მონეტას მოგცემ. თუ ერთი კვირა დამელოდები 75 ოქროს მონეტასაც კი მოგცემო. გოგო გაგიშტა სიხარულით, გამოიქცა ბრძენ ქალთან და მოუყვა ეს ამბავი. მაშინ ბრძენმა ქალმა უთხრა რომ ნახეო, შენც ამ ბეჭედს გავხარო. ვერავინ ვერ შეგაფასებს შენ. იმიტომ რომ ყველა გაფასებს შენი გადმოსახედიდან გამომდინარეო. და ზუსტად ეხლა შენს მე თუ მისმენ და თუ ვიღაცამ გითხრა რომ არ ხარ ნიჭიერი, რომ ამ სამსახურს ვერ შეძლებ, ან უცხოენის შესწავლა რაღა დრო შენი უცხოენის შესწავლა, ან მშვენიერი ბიჭი გყავს გვერდით, რა გინდა უკეთესი, რატომ ხარ ბედით უმადური, ან ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს არ ნიშნავს რომ ამ ადამიანებს შენთვის ცუდი უნდა. ეს ნიშნავს იმას რომ ყველა ადამიანი გვესაუბრება მისი გამოცდილებიდან გამომდინარე. ანუ ის რა გამოცდილებაც მათ ჰქონდათ. იქ ბაზარში მოვაჭრეებმა არ იცოდნენ ბეჭდის ფასი. ამიტომ ზოგჯერ სპეციალისტი გჭირდება იმისთვის, რომ დაგვანახოს ჩვენი ფასი. ზუსტად ამისთვის არსებობს ფსიქოთერაპია, ზუსტად ამისთვის არსებობს კოუჩინგი, ზუსტად ამისთვის შეიქმნა მერაკი, რომ თითოეულ ადამიანს დაეხმაროს მისი პოტენციალის გამოვლენაში. არ არსებობს უნიჭო ადამიანი. გამორიცხულია. არ არსებობს ადამიანი, რომელიც არის უნიჭო. ამას ვერავინ ვერ დამაჯერებს. დამაჯერეს 25 წლის მანძილზე და ჩემი ცხოვრებაც ზუსტად ასე უნიჭო წავიყვანე. მაგრამ როგორც კი დავიწყე საკუთარი რესურსების მოძიება, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მინდათ ერთი პატარა ისტორია მოგიყვეთ. როდესაც ავსტრიაში ჩამოვედი ვენაში სასწავლებლად, ჩემი უდიდესი ოცნება იყო საზღვარგარეთ. ამაზე სხვა პოდკასტში გესაუბრებით, მაგრამ დღეს გეტყვით უბრალოდ ჩემ პირველ გამოცდილებას. უნივერსიტეტში, როდესაც ღია კარის დღეზე მივედი, ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ახდა ჩემი უდიდესი ოცნება, 21 წელი ვოცნებობდი ამაზე. ახდა ჩემი უდიდესი ოცნება, მივედი უნივერსიტეტში, ვენის უნივერსიტეტში ღია კარის დღეზე და გავიგონე რომ ორი ქართველი გოგო საუბრობს და რა თქმა უნდა მაშინ მე მივედი, გამიხარდა მეთქი, გამარჯობა, მე ქართველი ვარ, თქვენც აქ სწავლობთ და კიო. რაზე ჩააბარე მკითხეს, მეთქი პოლიტოლოგიაზე თქო და იციო რა რთულიაო აქ სწავლაო. ლიშბი 16 კრედიტი აიღო, რომ წლიდან წლამდე ვიზა გაეგრძელო. და კარჩო მერეო 10 წელიო თუ იცხოვრებო, აი ზუსტად ამ სიტყვებით ბოდიში ჟარგონისთვის მერეო რავიო, ან შეგიძლიაო რაღაცა სხვა ვიზა გააკეთო, ან გათხოვდეო ვაფშე ყველაზე კაი პონტიაო და მაქვს როგორი შოკი, იცით? ქართულად საუბრობდნენ ეს გოგოები და არ მესმის მე მათი საუბარი, იმიტომ რომ ჩემი უდიდესი ოცნება ახდა, ჩამოვედი და თან ვიცი რომ უნიჭო ვარ, ანუ მონდომებით უნდა ვისწავლო და თან ესეთი რთული ყოფილა და მე უნიჭო, მონდომებული, ამას შევძლებ?
მოკლედ უცებ დაიმსხვა ჩემი ეს დიდი ოცნება და ილუზია, რომ მე შემიძლია გავხდე სტუდენტი, მე შემიძლია შევცვალო მოკლედ ჩემი მომავალი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ და შემდეგ ვეკითხები, რომ კაი, სწავლა ესეთი რთულია თქო და აი მე ოჯახი არ მაფინანსებს მეთქი ჩემი სტუდენტობა, მე თვითონ უნდა დავაფინანსო და მუშაობას შევძლებ თქო? მუშაობაო? უიო, ეგო დაივიწყეო. მაშინ ჩვენ სტუდენტებს გვქონდა მხოლოდ კვირაში 10 საათი მუშაობის უფლება, მაქსიმუმ 400 ევროს გამომუშავების უფლება თვეში, ანუ და ესო იმდენად რთული არისო, არავის არ აყავხარო, ვისჭირდებიო 10 საათზეო. მერეო ჩვენო სპეციალური ანუ მართლა ესე არის სამუშაო ბაზა გაძლევს თანხმობას როგორც უცხოელ სტუდენტს, რომ გაქვს თუ არა უფლება ამ და ამ პოზიციაზე ესე იმუშაო და ესო არცადო ტყუილადო დრო არ დაკარგო და მეთქი აბა თქვენ როგორ იჩეთ თავს მეთქი და რავიო ჩვენო აიო ბეიბისიტინგს ვაკეთებთო, ანუ ბავშვებს ვუვლითო, დალაგებებზე დავდივართო და რაღაცა ეგეთი პატარ-პატარა შავშავი სამსახურები გვაქვსო მოკლედ რა და წამოვედი იცით როგორი, არ მახსოვს ვენის უნივერსიტეტიდან სახლამდე გზა და რომ ამოვედი ჩემ სტუდენტურ საცხოვრებელში, ჩემს გარდა კიდე რამოდენიმე ქართველი ცხოვრობდა, რომლებიც ასევე სტუდენტები იყვნენ, რა თქმა უნდა და ერთი ბიჭი შემხვდა მოკლედ კალიდორში და ვუთხარი, რომ მეთქი, ესე მეთქი დღეს ქართველები გავიცანი მეთქი და გაუხარდა. უიო, მართლაო, რა მაგარიაო, მეთქი ხო მეთქი. და რა გჭირსო? მეთქი, თურმე აქ სწავლა შეუძლებელი ყოფილა თქო. მე მაინც ვერ შევძლებ თქო და ვერ ხვდები საერთოდ აზრი აქვს თუ არა თქო აქ დარჩენას და გაგრძელებას თქო და რისთვის ჩამოხვედიო სასწავლებლად მეთქი მერე რა რთული ყოფილა თქო რავიო ჩვენ თუ შევძელითო შენო რატო ვერ უნდა შეძლოო და მე ხომ სულ ეს შეჯიბრი მქონდა მთელი ცხოვრება მასწავლებლებთან მშობელთან თუ საზოგადოებასთან რომ საკმარისად ჭკვიანი ვიყავი საკმარისად ნიჭიერი ვიყავი და ხო ამას მე სულ ვამტკიცებდი და ამ ბიჭმა როგორც კი ეს ფრაზა მითხრა დავტრიგერდი რომ თუ ჩვენ შევძელით შენ როგორ ვერ შეძლებო და უცებ კონკურენცია ჩაირთო ჩემში და მეთქი ხა სირცხვილია გინდა არ გინდა უნდა შეძლო თეონა და გავთვითცნობიერებლად რა თქმა უნდა ჩავები ამ ფერხულში პირველი ორი გამოცდა არის მართლა ურთულესი ანუ ეს არის ესე ეგრეთ წოდებული შესავალი მთლიანი პოლიტოლოგიის აბარებ ამ გამოცდას და შემდეგ უკვე გაქვს პოლიტოლოგიაზე სხვა საფეხურებზე გადასვლის უფლება და ეს პირველი ორი გამოცდა ორი ურთულესი გამოცდა სადაც მთელი პოლიტოლოგიის საბაზისო, არა ვიცი, ელემენტარული ყველაფერი ისწავლება, ჩავაბარე პირველივე ცდაზე. და პირველი გამოვიქეცი ისევ ჩემს სტუდენტურ საცხოვრებელში, ისევ ამ ქართველებთან და ამ ბიჭს ვთქვი, რომ მეთქი ორივე გამოცდა ჩავაბარე თქო და ხო, მეთქი კითხო. აბა მანახე ქულებიო და ვანახე ქულები და ორივეში მყავს უმაღლესი ქულა ერთიანი. და მეთქი აჰა მეთქი და აუ იციო ეს რა რთული გამოცდა არისო? ამას პირველ ჯერზეო თან უმაღლესი შეფასებით ავსტრიელებიც ვერ აბარებენო და აი იქ შეიცვალა ჩემი სამყარო. იქ მივხვდი რომ მე შემიძლია ჩემი მონდომებით. ანუ უნიჭორო ვარ მაგის მჯერა ჯერ კიდევ, მაგის ძალიან დიდი ხანი მჯეროდა. და იქ შეიცვალა მოკლედ ჩემი სამყარო, გავაგრძელე სწავლა. ბაკალავრი აქ გრძელდება 6 სემესტრი. მე შევძელი ბაკალავრის სრული საფეხურის 5 სემესტრში დამთავრება იმდენად მოტივირებული ვიყავი. თუმცა სამსახურზე ამ გოგოებს დავუჯერე და სამსახურის ძებნა არ დავიწყე, მაგრამ მოვძებნე მეც ბეიბისიტინგი, ანუ ძიძის პოზიცია და ერთ-ერთ ძიძის გასაუბრებაზე როდესაც მივედი, რა თქმა უნდა, მაშინ მე მოკლედ ამიყვანეს და მეორე თუ მესამე ჯერ რომ მივედი, მითხრეს, რომ ანუ ბავშვთა გასართობი ცენტრი არისო, ბაღთან ახლოს, ძალიან უყვარსო და თუ შეგიძლია იქ რო წაიყვანო და კი მეთქი შემიძლია რომ წავიყვანო მეთქი და გავიგე რომ ეს ბავშვთა გასართობი ცენტრი შაბათ-კვირასაც მუშაობს. კვირაობით ყველაფერი ევროპაში დაკეტილია და უცებ ვიფიქრე, ვაუ, 10 საათის მუშაობის უფლება კი მაქვს, რა მაგარი იქნება კვირაობით აქ რომ ვიმუშაო, იმიტომ რომ ჩემი სტუდენტური საცხოვრებლის გადასახადი იყოს აშენ 380 евро. და აი ზუსტად 415 евро იყო ხელფასი ამ ბავშვთა გასართობ ცენტრში და მეთქი აი ქირა მექნება უკვე თავიდან ამოვარდნილი, ქირა არ უნდა გადავიხადო და ამაზე მაგარი რა უნდა იყოსო და ვიფიქრე რომ მოდი ჩემი რა მიდის. იქნებ ეს გოგოები აქაც წრებიან, იქ მათმა ხო მითხრეს რომ შეუძლებელია აქ ვენის უნივერსიტეტში სწავლა, მაგრამ მე ხო ჩავაბარე პირველივე ცდაზე მოკლედ და მოდი აბა ვცდი და
სახში როგორც კი მოვედი, გავაკეთე რეზიუმე, დავწერე სამოტივაციო წერილი და მივწერე მათ. დამიბარეს მეორე დღეს გასაუბრებაზე და დაახლოებით 3 კვირაში უკვე მომივიდა უფლება მუშაობის და დავიწყე, ეს იყო ის, რასაც ძალიან ხშირად ვახსენებ ხოლმე ბავშვთა გასართობი ცენტრი. ბავშვთა გასართობ ცენტრში დავიწყე მუშაობა. ვიმუშავე 6 თვე. ძალიან კარგი გამოცდილება იყო. დღემდე მაქვს კოლეგებთან ურთიერთობა, საოცარი მოტივირებული ადამიანები იყვნენ. აი, არ ვიცი, ვერ აგიღწევთ უბრალოდ. ყველა სტუდენტი იყო, ყველას მისი მისანი ჰქონდა, ყველას მისი ოცნება ჰქონდა და ეს იყო ძალიან მამოტივირებელი გარემო ჩემთვის. როდესაც უცებ მივხვდი იმას, რომ არ არის ყველაფერი რასაც სხვა გვეუბნება, ჩემი ოცნება იყო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა. ვიფიქრე, მოდი იცი რა არის? სტუდენტობა მარტო რას მომიტანს? დავამთავრებ, დიპლომი მექნება და გამოცდილება არა. რა ვთქვა, ბავშვთა გასართობ ცენტრში ვიმუშავეთ, ხო? მოვძებნი არასამთავრობო ორგანიზაციები ვენაში და გავაკეთე განცხადება. 3 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო. ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ამიყვანა, სადაც თითქმის წელიწად ნახევარი ვიმუშავე მათთან. უბრალოდ არასამთავრობო ორგანიზაცია არ აღმოჩნდა ის, რაც მეგონა და პირველი 1 წელი ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ყველაფერი უცხო იყო, ყველაფერი საინტერესო იყო და ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მოდი ეხლა ისევ სხვა სფეროს ვნახავ. მოდი ეხლა ისევ შევიცვლი. და აი ასე ვენაში მე პირადად არც გამოცდების ჩაბარება გამჭირვებია და არც რა თქმა უნდა, სამსახურის პოვნა არ გამჭირვებია. თუ დღეს მე ვინმე მკითხავს, თეონა, რამდენად რთულია ვენაში სწავლა? რას ვეტყვი? რთულია? შეუძლებელია? ლიჟბი, ბოდიში ჟარგონისთვის 16 კრედიტი დააგროვე? თუ ვეტყვი რომ არა, არ არის რთული, შეგიძლია უმაღლესი ქულებით დაამთავრო. რა თქმა უნდა ამას ვეტყვი, იმიტომ რომ ეს არის ჩემი გამოცდილება და მე მას რჩევას მივცემ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე. ანუ თუ ვიღაცა გეუბნება რომ ეს შენ არ შეგიძლია, ეს შენ არ გამოგივა, ეს შენს თავზე არ უნდა მიიღო. ის ამას გეუბნება მისი გამოცდილებიდან გამომდინარე. წესი ნომერი 1 არის ეს. ახლა მინდა ალბათ ძალიან ბევრმა იფიქრეთ, რომ კი, აი მეც დაბალი თვით შეფასება მაქვს. აი ზუსტად თავდაჯერებულობა არის ის, რის გამოც მე პარტნიორული ურთიერთობები არ მაქვს. ან კარგი კარიერა არ მაქვს, ან ფინანსები არ მაქვს, ან უცხო ენას ვერ ვსწავლობ. უცხო ენის სწავლა პირდაპირ კავშირში არის თავდაჯერებულობასთან. და მე მინდა ახლა ძალიან მოკლედ ისე გითხრათ რამოდენიმე სავარჯიშო, რაც სახშიც შეგიძლიათ ეხლავე რომ გააკეთოთ, რაც მე ძალიან დამეხმარა. დაბადებიდან დღემდე ჩამოწერეთ თქვენი მიღწევები. როდესაც პირველად მივიღე ეს დავალება, მე 2 მიღწევა დავწერე. პირველი ეს იყო ის, რომ დავამთავრე საქართველოში, ანუ ვიყავი სტუდენტი საქართველოში და მეორე მიღწევა იყო ის, რომ წამოვედი გერმანიაში სასწავლებლად, ანუ ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისაღები გამოცდები. 2 მიზანი მქონდა თითქმის 28 წლის ასაკის ვიყავი, როდესაც ეს ამ დავალების დაწერა მთხოვეს. წარმოგიდგენიათ, რა სიგიჟეა, როგორ გადავუსვე ხაზი აბსოლუტურად ყველაფერს, რაც კი გამეკეთებია. თითოეული ჩაბარებული გამოცდა, ის რომ წერა ვისწავლეთ, ის რომ კითხვა ვისწავლეთ, ის რომ სიარული ვისწავლეთ, ის რომ მეტყველება ვისწავლეთ. ანუ ყველაფერი, რაც ვისწავლეთ, რატომ გონია, რომ ეს ჩვეულებრივია, ის რომ სკოლა დავამთავრებთ, რატომ გონია, რამდენი 1000 ადამიანია იცით, ვინც წერა არ იცის, ვინც კითხვა არ იცის, ვინც სკოლაც კი ვერ დაამთავრა, ვინც უნივერსიტეტშიც კი ვერ ჩააბარა, ვინც სამსახური ვერც კი დაიწყო, ანუ ამიტომ ნუ შეგეშინდებათ, დაბადებიდან დღემდე ჩამოწერეთ 100 მიღწევა. მე ძალიან გამიჭირდა და მაშინ ჩემმა მენტორმა მითხრა, რომ დაყავი შენი ცხოვრება 10 წლეულებად, ანუ 0-დან 10 წლამდე, 10-დან 20 წლამდე, 20-დან 30 წლამდე და აი ამის მიხედვით ჩამოწერეო და 167 მიღწევა ჩამოვწერე. ანუ ჩვენ ადამიანებს რაღაცეები გვგონია, რომ ეს რა არის, ეს რა მიღწევა არის, ყველაფერი მიღწევაა. ის რომ დღეს აქ მოვედი და პოდკასტში ჩავწერე, არ იყო მარტივი მიღწევა. ის რომ დღეს პოდკასტის დაწერის შემდეგ სამსახურში წავალ მიღწევაა. ის რომ სამსახურიდან დაღლილი გამოვალ და სპორტს მაინც გავაკეთებ, ესეც მიღწევაა. დღეში მინიმუმ, არ ვიცი, 10 მიღწევას ვაკეთებ. ამიტომ სანამ დაბალი თვითშეფასება გაქვთ, ყოველ დღე ჩამოწერეთ თქვენი მიღწევები. მეორე, ჩემთვის უნიკალური სავარჯიშო ეს არის ცრურწმუნებულებები და მისი განიარაღება. ჩემ შემთხვევაში ვისწყვი, ხო? მე ვარ უნიჭო, მაგალითად. გვერდით დავუწერე, რატომ ვთვლიდი, რომ ვიყავი უნიჭო.
ნუ ეს განაპირობა იმან, რომ ეროვნულები პირველ წელზე ვერ ჩავაბარე და ესეთი ჩამოწერეთ რა ამტკიცებს იმას, რომ მართლა უნიჭო ხართ. და შემდეგ გვერდით დაუწერეთ რა ამტკიცებს იმას, რომ უნიჭო არ ხართ. ანუ თუ უნიჭო ვიყავი სკოლა როგორ დავამთავრე, თუ უნიჭო ვიყავი მეორე წელს 100%-იანი დაფინანსება როგორ მოვიპოვე, თუ უნიჭო ვიყავი უცხოენა როგორ ვისწავლე, თუ უნიჭო ვიყავი საერთოდ ბილეთი როგორ ვიყიდე, ინტერნეტის გამოყენება როგორ ვისწავლე, საზღვარგარეთ როგორ წამოვედი, უნივერსიტეტის მისაღები გამოცდები როგორ ჩავაბარე, სამსახური ხო, ანუ ძალიან მალე მიხვდებით ის ყველა რწმენა წარმოდგენა, რაც საკუთარ თავზე ხართ, არის ძალიან დიდი აბსურდი. ასევე ჩემი რწმენა წარმოდგენა იყო მე არ ვარ ლამაზი. იმიტომ რომ ჩემთვის არასოდეს არავის მშობელ დედა არ მანებივრებდა, ძალიან მიყვარხარდე, გიждები შენზე, მადლიერი ვარ ისეთი აღზრდის, როგორი აღზრდისაც ამღზარდე, იმიტომ რომ არა ის აღზრდა დღეს მართლა არ მექნებოდა საოცნებო ცხოვრება. დედამ ისეთი თვითდისციპლინა გამომიმუშავა, რომ ცხოვრების ურთულესი გზა, რომელიც გამოვიარე, ძალიან მარტივი აღმოჩნდა ჩემი დისციპლინის ფონზე. აქედან გამომდინარე, ჩემი ერთ-ერთი დედას უმეუბნებოდა ხოლმე, რომ ანუ თუ გინდა იყო სასურველი, უნდა იყო ჭკვიანი, უნდა იყო განათლებული და არასოდეს არ უთქვამს, რომ აი ლამაზი ხარ ან რაღაცა, ხო, აი ყოველთვის აფასებდა იმის მიხედვით, როგორ სწავლობდი, უცხოენებს ვითვისებდი თუ არა და ასე შემდეგ. ამიტომ მე მაგალითად ამაზეც ვიმუშავე, რომ არ ვარ ლამაზი და აი როდესაც თავდაჯერებულობა გაქვთ, საერთოდ არ აქცევთ ყურადღებას, როგორი ტუჩი გაქვთ, როგორი ცხვირი გაქვთ, როგორი თვალი გაქვთ, როგორი ფეხები გაქვთ, რამდენი კილო ხართ, ბოლოს არც კი მახსოვს სასწორზე როდის დავდექი. სრულ წმუნებულებებზე დაიწყეთ დღესვე მუშაობა. თუ ეხლა ფიქრობ, რომ მარტო ეს ყველაფერი არ შეგიძლია, ზუსტად ამის გამო შეიქმნა მერაკი. ჩემი ეს გზა თავდაჯერებულობაზე ვიმუშავე ძალიან დიდი ხანი, უამრავი ტექნიკით. აბსოლუტურად ყველაფერი მოვაქციე ერთ სამუშაო რვეულში, რომელიც შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან შეიძინო და სახლიდან გაუსვლელად უბრალოდ ადგე, დაჯდე და დაიწყო იმ ერთ უხილავ თილისმაზე მუშაობა, რომელიც აბსოლუტურად ყველა სფეროში გჭირდება და რომელიც აი მე ასე ვამბობ ხოლმე, თავდაჯერებულობა არის ის ბრილიანტი, რომელიც უკუნით სიბნელეშიც კი ანათებს, იმიტომ რომ არ არსებობს თავდაჯერებული ადამიანი გამოგეპაროთ. ეს არის გამორიცხული. ეს უბრალოდ არასოდეს არ მოხდება. ამიტომ მოდი შევთანხმდეთ ერთ რაღაცაზე, რომ თავდაჯერებულობა არის ჩვენი წარმატების ფორმულა და იმედი მაქვს, რომ ჩემი დღევანდელი პოდკასტი ცოტათი მაინც დაგეხმარა, ცოტათი მაინც რაღაცეები დაგანახა, კითხვები გაგიჩინა, იმიტომ რომ თავარია კითხვები გაჩნდეს და მე უკვე პასუხები მისით მოდის. და იმედი მაქვს, რომ როგორც ამ ეპიზოდმა წლების წინ ჩემი ცხოვრება შეცვალა და სრულიად რადიკალურ ახალ საფეხურზე გადამიყვანა, აი ზუსტად ესე. თუნდაც თუ ერთი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის, მე ვიტყვი, რომ მაშინ ჩემი პოდკასტი შედგა და ეს ამათ ღირდა. ძალიან რთულია ეხლა თქვენთან დამშვიდობება, იმიტომ რომ ძალიან, არ ვიცი, 24/7-ზე შემიძლია თავდაჯერებულობაზე ვისაუბრო, გაგიზიაროთ ტექნიკები, მოგცეთ რჩევები, ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ დრო ეხლა უკვე ამოიწურა. მე ვფიქრობ, რომ რისი თქმაც მინდოდა მეტნაკლებად მოვასწარი, რაღაცა გათვითცნობიერებებით თქვენამდე მოვიტანე. გოგოს ისტორიაც მოგიყევით. ორი ყველაზე მნიშვნელოვანი სავარჯიშო, ეს არის მიღწევების დაწერა და ეს არის რწმენა წარმოდგენების დამუშავება გაგიზიარეთ და მომდევნო ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით. ძალიან გთხოვთ, თუ მოგეწონათ ეს ეპიზოდი, თუ მსგავსი საუბრები თქვენთვის მნიშვნელოვანია, არ დაგავიწყდეთ კომენტარის დაწერა და ჩვენი გამოწერა, იმიტომ რომ ეს პოდკასტი მხოლოდ გამომწერებით იარსებებს. ძალიან დიდი მადლობა თითოეულს, ვინც თქვენი ცხოვრების უძვირფასესი დრო დამითმეთ, იმიტომ რომ ერთადერთი, რასაც უკან ვერასოდეს ვერ დაგიბრუნებთ, ეს არის თქვენი უძვირფასესი დრო. ამიტომ გაუფრთხილდით თქვენ დროს. არ დახარჯოთ რაღაც სისულელეებზე. კარგია, მეც მიყვარს სკროლვა, რა თქმა უნდა. მეც მიყვარს, რა თქმა უნდა, Netflix-ი. მეც მიყვარს არაფრის კეთება, მაგრამ ყოველთვის გაიხსენე. სკროლვა თუ უკეთესი მომავლის შექმნა და ყოველთვის მინდა რომ უკეთესი მომავალი აერჩიოთ. მომდენო ხუთშაბათამდე.